დიახ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი ისევ გრძელდება და დღეს მეხუთე ღამეს გაათენებენ ეს ახალგაზრდები უნივერსიტეტის შესასვლელთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი სინდისის პატიმარი ირაკლი მიმინოშვილის მისამართით იქნას ღია მხარდაჭერა გამოცხადებული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს ახალგაზრდები ირაკლი მიმინოშვილის მხარდაჭერით იმყოფებიან და არიან პროტესტის რეჟიმში, მათ ცოტა ხნის წინ ასევე გადმოფინეს ბანერი სხვა პოლიტიკური პატიმრების მისამართითაც მინდა ოპერატორს კადრში ვთხოვო გაჩვენოთ ეს ბანერი, რომელიც ახლაც ამ წუთებში ფრიალებს უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფასადზე და წერია თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს ახალგაზრდები უცხადებენ ყველა პოლიტპატიმარს მხარდაჭერას და მათ შორის ერთადერთ ქალ ჟურნალისტ პატიმარს მზია ამაღლობელს და ამბობენ, რომ ახლა ამ ახალგაზრდების ერთადერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნას გათავისუფლებული და ყველანაირად ეცდებიან ისინი, რომ მათი მისამართით იქნას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოცხადებული. რაც შეეხება თავად ამ ახალგაზრდების პროტესტს, როგორც გითხარით, ისინი დღეს მეხუთე ღამეს გაათენებენ უნივერსიტეტის შესასვლელთან და როგორც ჩვენ ვიცით, ამავე უნივერსიტეტის რექტორისგან ის არანაირ დათმობებზე წასვლას არ აპირებს და არ აპირებს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს ირაკლი მიმინოშვილს. თავის მხრივ არც სტუდენტები აპირებენ გათენებას და დანებებას და ისინი ღამეებს გაათენებენ უნივერსიტეტის შესასვლელთან, მანამ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და ყველა უკანონო პატიმარს. ჩვენი ბანერი გადმოფინული, რომელიც არის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტიდან, იმის შესახებაა, რომ მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა რაც შიმშილობს და მის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის რექტორმა გია გაუთელიშვილმა რაღაც უსაფრთხოების მიზნით კიდე კამერები დაამატა, არ იყო ალბათ შემოსასვლელში ორი კამერა და კიდე ორი კამერა დაგვიმატა. აქ პოლიციები გაგვიმწესა მთელი ღამის განმავლობაში და თავი გონია რაღაც ტერორისტული დაჯგუფება. ჩვენ სტუდენტებს გვექცევა ის, რომ ალყაში ვართ პოლიციელების. და სირცხვილია ეს პირადად ბატონოგია, ეს არის სირცხვილი. ეს ამ პროტესტს ყავს ლიდერი და ის არის ქალი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 18 დღეა შიმშილობს. ჩვენ ძალიან მცირე ინფორმაციას ვფლობთ სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარეთმყოფ ადამიანებს, პროტესტანტებს გვაქვს ერთადერთი რამ რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის სოლიდარობა, ამიტომაც სოლიდარობის ნიშნად SEO სტუდენტებმა SEO შენობის გარე ფასადზე გადმოფინეთ ბანერი თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმარს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკვე მე-18 დღეა რაც იგი შიმშილობს და ყველაზე რთულია ახლა ამ პერიოდში შიმშილობა, ასე რომ სოლიდარობას უცხადებთ ირაკლი მიმინოშვილს და ასევე მზია ამაღლობელს და ყველა რეჟიმის პატიმარს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ირაკლი მიმინოშვილთან ერთად სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ სხვა პოლიტიკურ პატიმრებს და სწორედ მათ შორის მზია ამაღლობელსაც და სწორედ ამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით არიან ისინი პროტესტის რეჟიმში უკვე 15 დღეა. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ათენებენ ღამეებს და ასევე ადმინისტრაციის პოზიციაც, რომ ის უკან დახევას არ აპირებს და მეტიც უნდა ითქვას, რომ ახლაც ამ წუთებშიც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება იმისთვის, რომ მონიტორინგი აწარმოოს ადგილზე, რომ ამ ახალგაზრდებმა კარვის გაშლა არ მოახერხონ ადგილზე და როგორც ისინი ამბობენ, ასევე დამატებითი ვიდეო კამერებიც კი დაუმონტაჟეს იმისთვის, რომ სრულად იქნას თვალყური მათზე გამკაცრებული, რომ ადმინისტრაციას ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია თუ რა რეჟიმში მიმდინარეობს ამ ახალგაზრდების პროტესტი და როგორც ისინი ამბობენ, ეს არის ერთგვარი შიში ადმინისტრაციის, რომ ეს პროტესტი იქნას ჩახშობილი.